ეს ესკიზები მხატვარ ლადო გუდიაშვილს ეკუთვნის. მას ნამუშევრები საფრანგეთში მოღვაწე პიანისტისა და კომპოზიტორის ერეკლე ჯაბადის ოპერისთვის გულნარა შეუქმნია. ესკიზები 1924 წლით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ოპერის ლიბრეტოდ ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა ელეონორაა გამოყენებული და დადგმა გასული საუკუნის 20-იან წლებში გრანდ ოპერის რეპერტუარში იყო შეტანილი. სპეციალურად აღნიშნული ოპერისთვის შექმნილი ესკიზების დედნები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ერეკლე ჯაბადარის პირადი საარქივო ფონდიდან 1991 წელს მისმა ოჯახის წევრებმა შეიტანეს. ლადო გუდიაშვილის ესკიზები ეროვნულმა არქივმა ფართო საზოგადოებას პროექტ კვირის დოკუმენტის ფარგლებში გააცნო. ლადო გუდიაშვილის ეს ესკიზები შექმნილია ოპერის მოქმედ პირთა კოსტუმებისათვის, თეატრალური კოსტუმებისათვის. აქ წარმოდგენილი ერთი მამაკაცის და ერთი ქალის სამოსი. მნიშვნელოვანია ძალიან, იმიტომ რომ ეს არის ორიგინალები, შესრულებულია მუყაოზე, აკვარელით, ფერები არის ძალიან მიმზიდველი, პასტელის ფერებით არის შესრულებული და არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ეს ორი შემოქმედი, რომლებიც ეწეოდნენ საფრანგეთში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას, თავისი ურთიერთთანამშრომლობით ძალიან დიდ სამსახურს უწევდნენ ჩვენი ქვეყნის კულტურას. ეს არ არის მათი ურთიერთობის ერთადერთი შემთხვევა.